შეგვიძლია დიმა დაიწყი შენ რო იცი და მე ჩემზე გადმოდი. აბა მოგესალმებით ყველას, აი გრძელდება კიდევ ერთი ეპიზოდი და გრძელდება ყოველთვის. აი კიდევ ვაწყვეტინებს თო დაიწყებო და მე გავწყვეტე გამაგიჟეს რა თაობაა. ჩვენ ჩავი ინიესტა ვარ. ჩვენს უშუხურობთ რო გიყურებ. არა გამიგე, მაგრამ დაიწყებო და მე შემაწყვეტინა და ხა. კაი, მაშინ უცებ ვიტყვი რაღაც. როგორც ჩვენ ყოველთვის ვთქვით რომ მაგარი სტუმრები მოვიყვანოთ. და დღევანდელი დღეს არ არის გამონაკლისი. აი ხა შეგიძლია გააკეთო. და გამონაკლისი იცი რატოა დღევანდელი დღე? დღეს არ ვიცით ვინ ხართ ნამყოფი თეატრში გინახავთ დღეს ყავს დონ კიხოტე აი ესე არა ბატონო ნუსა რა მაგას სახელმწიფო პრემია მაგაია როგორც იქნა დიმა ხო მეღადავება ხოლმე სულ ესპანეთი გაგიდისო და აჰა ბატონო დღეს ჩვენ ყავს დონ კიხოტე როგორც იქნა სტუმრად და როგორ ხარ ბატონო ნუგზა პირველ რიგში ვარ და რო ითქვენ არა მიშავს ის ყალობით კარგად ვარ თქვენ რო კარგად ხარ მეც კარგად ვარ საყვარელი მოგურებელი გამართლა ეს მამაყული ტექსტი კარგად არის მეც კარგად ვარ ძალიან კარგი იმიტომ რომ რეკორდი ესეც უნდა გავაჟღეროთ რეკორდული კითხვები მოვიდა ესეთი რამე იმიტომ არა რომ აგზის კი ხელით ვერ ამოწერა ამ გაჭირებულმა დაეგალა ხელი დიმა ხო დამცინის დაეგალა და ტელეფონში ჩამიყარა დიმა ხო დამცინის რომ გაყვითლდა ეს ფურცლებიო კითხვებს უფურცლები წერთ მაგრამ შეუძლებელი იყო ამდენი კითხვის ამოწერა და ყველას მოთხოვნებს აი სურვილებს დავაკმაყოფილებ დღეს ბატონო ისეთი ხელი წერს რომ აი რავი შეიძლება ექიმები რო რეცეპტ წერენ ხო ეს არ ეს სანსუდი ხელწერა ხო აუ მე ვიტი დედაჩემს ცხონებულს ადრეს სტუდენტი რო ვიყავი მაშინ ხო არ იყო მობილურები და წერილი წერეს რომ არა და დაიბიკიდან ის იყო გადაპერეგავრო ხო მაგრამ თავის მუღამია ხელი წერა ბიჭო ვინმე სხვას მაინც დააწერილე ვერ მგებულობ უკარდა დიმა მოდი თქვა სად ვართ და ირლანდიური პაბი ბილი ბერკის ირლანდიური პაბი კოსტავა 77 77 ეს ხუჩას ნომერია დაემთხვა ხო და კარგად თქვა დაამთხიეთ თქვენ ხო არა მათვა გადააკეთე და ჩვენი კომაგიც აგერ არის ფეხბურთის ყურება თუ გინდათ გადასარევ გარემოში 11-ში თუნდაც აგერ მოვდანდი და უკომაგო ერთად ჩვენ ნაკრებს კი და ეს არის თან საჩუქარი ბატონი განვიცდის რაღაც გამრავლი რომ არის ბიჭო განვიცდი არა გუშინ ივარჯიშა მაგრამ არ უთამაშნია ხო ხო ორი გამოტო არა ეგ ისეთი ძაღლია გასწევია აი ხა გავხსენი ვიკიპედია სპეციალურად ესე იგი წარმოიდგინე ხა მე არც მახსოვდა ეგრე 2003 წლიდან გადიოდა ხელი და ხო კაცო ამაზე ჩვენ შუქები არისო არა კი ბიჭო ეხლა თუზი წელი არ მაქვს ეხლაც რო გადის არ მოგწონს და რო უყურებე მაგას კი არა როგორ არ უყურებენ და ეხლა უყურე ქართული მრავალ ეპიზოდიანი დეტექტიურ კრიმინალური სერიალი ხო და კინო საერთოდ მრავალ სერიალ ფილმს უწოდებენ არა ეხლა კაი ფილმი გამოვიდა მაგას დავიკრაბახებ იმიტომ რომ მე ვარში არა უბრალოდ ჯერ ერთი უყურეთ ეს იბრალია მე ასე დრო დაემთხვა. საერთოდ როდის გამოდის კარგი სპექტაკლი, კარგი ფილმი, სპექტაკლი და თუ თანადროულია გამოვა, თუ არა რაც გინდა ნიჭიერი იყოს ავერა. ამ ფილმში ყველაფერი დაემთხვა. სცენარის დაემთხვა, პერიოდი დაემთხვა, აი რომ ხოცავდნენ ერთმანეთს და იყო განუკითხაობა. ეს ორი მაგაზე ბიჭო ცალკე სალავარ კატასტროფა მაგრამ მათკინა გული იმ ბიჭმა ხო და ისა რა ქვია და ყველაფერი როცა დაემთხვა მაშინ გამოდი იქ სახიობების არაუშავდა კი არა კაი სახიობები იყვნენ რაღაცა აქ ნახევარცოცხალი არა იმიდა ჯვარი ფეზე ხო და ამით იმის მამინდა რომ ყველაფერი უნდა დაემთხეს და მაგრამ იმიტომ არის რა კარგი მუსიკა ყველაფერი შედევრი გადასარევი ყველა ხო და აი ნიაზას მუსიკეთი აი როცა ემთხვა ყველაფერი მაშინ გამოდის ფილმი და აი ეს ვიცი აი მართლა ის არ იყოს რა დღესაც ჩვენ თანაშრომელი ერთი დისკებს არიჩობს რომ სახში იმაში DVD უკიდები მესხო და ახსენებდა და იმით უყურებ YouTube-ზე შედიხარ ხო არის და არის და ამასობაში YouTube-ი გამოიწევს ჩვენი არხი დავწყოთ ბევრია და მაგარი ერთი მეორეზე დღეს შეიძლება არის რომლიდან დავიწყო რა დავიწყებ აი მაშინ ამიდან აბა რაზეც გინდა გამო როგორ იქნებოდა საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ზერაგიაო ზერაგია როგორი იქნებოდა იცი აი სტალინი ხო გახსოვს რა გახსოვნება მახსოვს რა ვიცი ყველაფერი პარალელური კლასელი ფილმი გადიოდა მოიგებთ მოიგებთ აგებ აი და ისე არ ეკრებოდა ცოტა ხელი გარეული პერსონაჟიდან გამომდინარე თამაშის გაყიდვები რაღაცები არ ეკრება გაყიდვები არ ამგონია ეხლა დაძალებები და მოგებები რა რიცი დაზა უფრო დააძალებდა ტიპი ხო რა უნდა დააძალო ეხლა რასაც დაუშვათ შეუძლია აი ეს გაყიდვა ყიდვა
მაგაზე დაფიქრება უნდა. მაგრამ ისე ადამიანია და შეიძლება ყველაფერიც გააკეთოს. ისეთი პერსონაჟია რა ხო ხტები აი. ხო თავი გადიხარ და რო გიტრაკებენ. იყო ეგეთი შემთხვევები. ეს ხალხი მაშინ თქვენ 3 დღე მოგინდება. იყო რაღაცა მაინც ზოგი გეფერება, მაგრამ ზოგი ისეთი ტუტუცია. გონია რომ ნაღდი აი ხა ის იყო იმაზე რაღაც დამიძახეზე ლექსების კითხვა არ მიყვარს, იმიტომ რომ ჩემი გაგება ლექსი უნდა წაიკითხოს ლოგინში და კარგად და იმეორე. არტისტი რო გამოვა და აი ჰუისი და ხის ცოტა ყავდი მგონია, მაგრამ ჯანდაბა გამი შემიგიგინეს და წავედი. აი ნოეს გადაცემა რო შვილი ქალი როზე. წავიკითხე განა. ხო, პრაიმ შოუ. ანა კალანდაძის ლექსია ის და ირიგა ვა ზერაგია შეჩატლახო როგორ ყვარებია საქართველოს. რა დედიშოვსი არის რა თამუნას კითხე. მეთქი შენი დედა ხა აბარო ზوار ვეთქვი აქედან ქვეყანა მისო დედა კაი ბიჭო მე უთხარი ცოტა იმაში ააგე ზოგი ასე ზოგი გენაცვალე ზოგი მაგრამ ეგ როლის გამარჯვება ხო რას გინაში და მე გეტყვი ჩემაგარი დედა ჩემი ზერაგია იყო გარდაიცვალა ერთმანეთს ნუ ძმები ორი ძმა ზერაგიები გია სოსო გიას აღარ არის და სოსო არის ჯანმრთელად იყოს და კარგად დედა ჩემი სეზისხებოდი შესისხებოდი ოკეი შენა სულ მე მეუბნეობდა პროფესორები და უნივერსიტეტის რექტორები და სულ მათემატიკოსი ეგეთხარ რატო ზერაგიაო და რეკავდა კი მე ეგ ხუხი შობდა რომ ზერაგია და თქვენი დედა და ეს როგორ არის იცი ეს არ არის მარტო უბირი ვიღაც არ აი ხოდე და რაღაც ჩამოყამული ხალხს არევასება არა გაგიჟებული იყო გვარზე ქონდა აცრა რა როლზე კი არა აი გვარი ჩემი გვარი რატო მაგრამ მე გონია რომ ევროპულ კლუბს არ ჩაიბარებდა რა რომელიმე ევროპულ კლუბში არ გამოვიდოდა ეგეთი ხო არა იქ შეუშლიდა ხეს და იქ იქნებოდა რა რუსეთის ჩემპიონატი ან რაღაც როცა ჯინორია გონიოში შეუვარდა რომელ ფეხბურთს უყურებდაო კი მას შენ გაჩვენდი ვიდეო მახსოვს მე ერთი გუნდი მახსოვს მე არ მახსოვს ბიჭო ეს აუ მაგარი თამაში გამე ჩაას აქ ვიღაცა კი კაცო მაგარი კადრია გამოვშტერებული რეალია რა გალაქტიკოს რეალია ანის რაული მაული ესე იგი შეკითხები ის არის კაცო გიჟებივით არიან არა ყველაფერი ჯიგრები არის აი ყველა მე მაგალითად შოქში ვარ ხა მე დიხეცენ მასკენი და სულ მაინტერესებდა აი რამდენად გაყიდა ჯინორია მაყოთ რამდენია იყო ჩეჩნებისგან ჯინორიამ რამდენად გაყიდაო ჯინორია რამდენად გაყიდესო რა ხო რამდენად გაყიდესო ამ როგორ ვკითხო როგორ უპასუხო ახლა ამას რა ვიცი არ ვიცით მაგ არა რამდენად რა ვიცი ახლა მე ფული არ მიმიცია და იგივე მაგას სადიღებდით აი მაგ სახლის ბათუმი ეგ სახლის ბათუმი თბილისში და გონიოშიო წერია გონიო ბათუმში აი ხრამიაშვილმა თუ ისწავლა ბოლო გამარჯვებაო ო რას ჩემი ეს ვერიტანენ ჩემს და ეს ვაფშე საზიზღარი ბიჭია ჩემთან იყო თეატრში ეგეთ მეთქი ახლა აგაცნი მეთქი იმიტომ მე შევხვდებოდა და ეს მე არ ვიცი ეს ხასან ცეცხლაძეს რა ბატონო აუ მაგას იმაში ვიყავით რა ქვია მაგას ხო ფან კლუბია გამზერაგია და ეგ დაგვიძახეს რა ვიღაცები და აი ეს კითხვა მიწეს უბრალოდ როგორ არის გაიმეორეთ ხმამაღლა კი ეგევა შენ არ მახსოვდა და რა იყო მე ბევრი რამე კი მაგრამ ბევრი რამე ხა მართლა არ მახსოვს ეგ რა მახსენა ხმამაღლა თქვით და მიგროველი უნდა თქვი მე რამე და ის ნაწყენი იყო ის ჩემი ვაკაცია გივი ჩუგუაშვილი აგეგელო არ გეტყვაო მე უდგარი მაშინ აღარ გამიმეოროთ მაგრამ თემა წამოიწია არა კი ეგ ეპიზოდი მაგრაევასება ძალიან დეტალებს კითხულობე რა მართლა აი დავაი გამოუჩინე საიდან ქონდა სერგო გამოსვირებულ ხასან ცეცხლაძის ბაბუის იარაღიო კითხვის ნიშნები არის დარჩენილი როგორც ხო იმიტომ რომ იქ არ ნახო თავიდან რა ვიცი საიდან ქონდა საიდან თან არ ირკვევა იქ არ ჩანს იქ არ ჩანს მოსი მადლობთ არ ჩანს იქ საიდან აქ როგორ არის აი მაშინ რომ კარადი და რო ამოევა არა იქ არ ჩანს უბრალოდ სახელია ისეთი ინტრიგაა დატოვებული რომ ამ როლზე რო დამიძახა იმ ახალგაზრდა ვიყავი შედარები 20 წელი წარმოიდგინე მეტის ალბათ 50 წლის ვიყავი ხო და რო წავიკითხე მე ვუთხარი ბიჭო ამ ზაზას უუნები რატო ეს რა ჩემი როლია მე ვთქვა კაცი ჯამია ვიღა არაო კარგია რა კარგია და იტაბაჟე მე არაო შენ როცა როგორ მითხრა შენი როლიაო როგორ რატო მე რას მერჩი მე ვუთხარი რა დაინახა ხედავ მე ბიჭო როგორ არის იცი ზოგი რეჟისორი კი აი ადამიანი აი კაცს რო შეგ მე მაგალითად აი მე სოხუმელი ვარ წარმოშობილი კი დადიოდა მანდ ერთი კაცი თუ ჩემზე უფროსი ახალგაზრდა კაცი იყო მე პატარა ცხოვრებაში არ უჩხუბია ცხოვრებაში არავისთვის არ შეუგინებია არაფერი
ყველას ეშინოდა ბიჭო. ქუჩაში რომ დადიოდა. აი ეგეთი ტიპაჟი იყო თვითონ. აი იქიდან მოდიოდა რაღაცა და რა ვიცი რა ჯანდაბაჭი და შევეკითხე. არის ეგ შინაური შავებს ვიღაც ნუ მაშინ რა ვიცი მაგის დედა. ბრელია მაგის დედა ვოდი. აი რაზათქო მე უთხარი მე რო ხვდები რაღაცა გულში მიხუტებდა უფროსი იყო რაღაცა. ხო და მე უთხარი შე მაგდაგვარი რამე ხო არ გონი ვარ მე უთხარი მე ეს კაი რაღაცა მაგას მოუყევი არა ეს არაო მაგრამ მადლობას მეტყვიო ბიჭო მითხრა მაშინ. აი მადლობას მე ეგრეა. შეაგიხდა შეესდამეც ეგ და რატო იცი იმის ეხლა ფილმებში თუ 704 ფილმი არ მითამაშე რაღაცაში ხო მითამაშნია კაცო ამდენი. დასამახსოვრებელი რა ხო და ამან როქნა ბიჭო ამ ზერახანდახან მაგიზიანები. არა იცი რა დღემდე რამდენი წელი გავიდა. ხო და აი მაგას ვამბობ ნუ სასწაულია. და უცნაური რა არის იცი რომ იმ პერიოდზე მეტად პოპულარული აი რო გამოდიოდა მაშინ ხო ახალია პირველი აი წლები რო გავიდა ეხლა უფრო პოპულარულია რა ვიდრე მაშინ იმიტომ რომ დღესაც ესეთი პერიოდია მე როგორც ვატყობ კიდე გეუბნები მე მაინც დროსთან მაქვს საქმე აჰა მაინც დროსთან მაქვს საქმე და ნუ ახლა ის ნუგზარ შეტაიძე უნიჭიერესი კაცი იყო ცხონებული და ეს კოტეც მაგარი ცოცხალია ეკოტე და ყველაზე ნაღდი ის არის რომ უყურებ ხედავ რომ ეს თბილისში ხდება მოქმედება ეს არის ქართული ამბავი და არ თამაშობენ რას. აი იგონებენ რაღაცას აი მაგას დროში რო იკარგებენ. მე როგორ არის იცი ახ როგორ არავის არ ვაგინებ კაცო არც ამ თაობას პირიქით ჩემი შვილი და შვილი და შვილები და რაღაცა ის სხვა თაობა ხანდახან მეტყვენ მოიცარა რა დროს შენ რაღაცას ნუ ეხა რაღაცა სხვა სიტუაციები იყო და სხვანაირი ტიპები თამაშობდნენ. დღეს ახლა თქვენ ეს როგორც გინდათ ისე ჩამითვალეთ. როგორც გინდათ, იმიტომ რომ ჩემი კრედოა დღეს მე რომ დამიძახოს ვიღაცა ახალგაზრდა ბიჭმა თუ წავიკითხავ და რაღაცა და ეგ ან იმიტომ კი არა ან საყურეა დაუშვა ან კიკინა ან აშკარა სექსუალური სცენებია ან აშკარა გეია ვიღაცა და არ ვითამაშებ მილიონი რომ მომცემ ნუ ხო ეგ თქვენი ის არის რატომ არ იცი იმიტომ კი არა რომ მე ნუ არ არის ჩემი არ არის თუმცა რა როგორც ცნობილი არის ხო ამბობენ რომ სახიობო ყველაფერი რა ითამაშა არა არ მომწონს ეს ტექსტი არა მესმის ხო რა შუაში ჰოლივუდში ხარ მე უყურებ რომ ერთხელ აი სახიობი მომწონდა ბიჭო დავინახე ისეთ სცენაში მეთქი ამის დანახვა არ მე ეხლა ეგეც ხასიათია რა თქმა უნდა ალბათ რეჟისორსაც რო გააჩნია როგორ რეჟისორმა არ უნდა არა როგორ რა ვიცი აი შომპენი როგორც უბერავს მაგრამ ხო და რო უბერავს ეხლა თქვენ გონიათ ჩვენ მოგწონს ვიღაცას არ მოწონს ესე არა აუ მაგარია აი რეჟისორს ეხლა ერთი კითხვა ეხლა გადაღება კიდე კინოს არა კითხვა აი მელ გიბსონი და კლინტ ისტვუდი ამაზე რა სიტყვით ეგენი მაგრები არის აი ხო ისეთებია ეხლა იესოზე გააკეთა იმან რაღაცა მეორე ნაწილში დიდი ამბავი მოყვა კიდე აი ესენი არიან რამე ამ დაგვარში არა უბრალოდ გეკითხე რომ თემა იყო ძალიან საინტერესო თემა ესენი არიან გენიოსები ის განსაკუთრებით ისტუდი რაღაცა ახლა იტალიაში რო ვიყავი იქ იქაური ფილმი ვნახე რა და ერთი იტალიელი მსახიობია იმაში გარი დამავიდა და ძველი ისეთი კარგი იყო ბიჭო ისე თამაშობდა ერთი ზედ მეტი გახედვა გამოხედვა გარშემო ვინც თამაშობდა იმას ვატყოვდი რაღაცას რა რო ახალი იყო და რაღაც სიაფანდობდა რაღაცა და ეს არა ბიჭო არა ანუ სკოლა ყველგან ჩანს ხო ძველი ახალი რა თქმა უნდა ეხლა თქვენ თვითონ რომ შენ ეხლა ძველი კაცი ჩემაშვილებმა ასე ეცია ძველი ვარ ეხლა 58 წლის ვარ მაგრამ ყველა სახეობას თამაშობ და კომაგო ვდიბა და გადავა დაწედი რა კომაგი ჩვენი ერთგული კომაგი მართლა ჩვენი YouTube არხის და ქართული სპორტის და ყველაფრის რა ჩვენი სპონსორი ატონი ავლიპი რაც აღარ არის აუ ამან გარეთ არის ვისეუნები ავლიპირო ცოცხალი იყო ყველა გარეთ არის გეუბნები აი არა მე მიყვარს ეგ კაცი ეს ეგა დღე გამოვყავ ჩაწერეზე მე როგორ ვადრონე შენ ძველი ისახარ და ხალხი ხელმძღვანელზე გატარებს ძველ სკოლაზე ატონ ნუგზა ძველ სკოლაზე უნდა შანსი არ არის ხო დოდო აბაშიძესთან ურთიერთობაზე რა გადასახე მოედანზე რა ბიჭო დოდო აბაშიძე სულ ეხლა როგორი არტისტის იყო ეხლა ხედავდით და კარგი იყო თუ კარგი იყო ჩემთვის კარგი იყო ვიღაცისთვის ეს იყო და კარგი იყო მე მაინტერესებდა მაგის სხვა კუთხიდან და მომეცა ამის საშუალება ბიჭო იმაში ამ ფესვებში და მოხუცი იყო უკვე რა სათავშობილო ფილმზე დაიბდა გარდაიცვალა ეს და ზურგი და მე სხვა გადაიხდა და შუა გადაღებაზე დასვენებას ითხოვდა შაქარი ქონდა რა და იწვა ხოლმე იუჩოშტი და ბატონო დოდო ველაპარე ხო რა აქეთი და თანდათან მინდა რომ ესე და მივიდიო და ასე ვიდე ხო ყვა ბიჭო ყვა
რა გინდა? უთხარი მართლა მართლა ასეთი მაგარი იყავით, უთხარი რა ქვეყანა რომ დაინგრა და რაღაცა ვიყავი, აბა აი ეს არ თემა არ გინდა. არა მე უთხარი, სხვა თემა ვხედავ რაც ახლა, აი ეს მაინტერესებს. კარგი მე უთხარი. აი შემნაირს რამდენს მოერეოდი მე. ხო მაგარი გოთორნული. მაგარი კითხვა ხო? ხო და მეუბნებ ასე და. ნუ 1 2 3-ო. კარგით ეხლა მე ახლა გავბრალდი ცოტა მაშინ ახლა ხო მე ვარჯიშობდი, კაი ვეხე. მე ვინ ვიხარ ბიჭო იმას, ხო? კარგით მეთქე ბატონო. რა 2 3 და მე რა შეგულებაში მაქვს მე. ბიჭო მითხრა. ცოტა მომერიდა თორე 2 3 მომერეოდი და მეცაც ცოტა გამივარდა სიცილიგი. პარტნიორი ცეხაპელე იქნებოდა იქ. აი მაგარი რა იყო იცი აი ხო რო იწვა ახლა ხო იცი კაცი როცა ჩაფუშული კედელი რო ადგებოდა ბიჭო ყველა მაგას უყურებდა დევი ისე ფესები აი ყველა ის როგორი დრამატულია ბიჭო მუსიკაც პერი აი ეს კიდე ამანას რეკლამა გამიგეთ ამ თესებმა არა ფესები ხა ისეთია რომ ინსპექტორები არ მაგ რო საგანძური არის აი ის აი ყველა სცენარი ძალიან მაგარი მაგარი მატარებლიდან ჩამოს ხალხი გია აი რომელი ერთი გავიცენო რა გუგული მგელაზე ღმერთმა ნათელს შეაპყროს იმისური უთბილესი რეჟისორი აი სინათლე ჩვენს პანჯრებში ბურთი და მოედანა მაგარი აი ძველი თავ მაგარი იყო და იმიტომ რა ვერც სიტყვი რომ იმის გაკეთებულია ბურთი და მოედანი და ინსპექტორები არ მოჩერებდნენ შვილებს ფიცავარ ცოლიმის და გვერდში ერთხელ და აი ეგ ზუსტად იქ ცხოვრობდნენ გავეჭერი და მივიდივარ და წითელზე გავედი და აი ცოლი რა სადმედი ხარ წითელია დალტონიკი ხარ რა ჯანდა ბავჭირდა მე ხარი აი და გავიხედე და აი მოგდევენ პოლიცია მოგდევს გამოგვიდა ახლა ერთგან გავიქეცი მაგრამ შემდეგ სვეტაფორზე იმაზე ხო არ გავიქცე და გავაჭერი და მომადგა ბიჭო და ასე მეუბნება შენ ეთი გვარი გამახსენე რა შენი გვარი შენი და მაგაზე მომდევდი გული გაფისგლაში შეგრძალობ აი ესეთ მომენტები მქონია ახლა ბევრია იქ მოსაყოლი ცოტა ალბათ კიდე ბევრი ესეთი ცქელებოდა ფესობის მერე თბილისში რო დაგინახავდნენ ჩამოვიდენო ესენიო იტყოდნენ აი იცი რა შენ რამე მიკებდი გიჟი ხარ შენ შეგაშინე რომის გადაღებები გითხარ სოფოჯი ახლა აი რამეს მოკვდები აი იმაზე ეს ფესები ახალი გადაღებულია და სოფოჯ ჩემს სიმოქს მოდა აკეთ ქარელისკენ რაღაც აბისი სოფელი იყო და იქ ჩავდიოდი ზაფხულში და იქ სტადიონი იყო ხო და სოფლის ბიჭები თამაშობდნენ რაღაც და წამოვუყუროთ მეთქი და რომ მივედი მაგის დედაოდი მოდი ითამაშეთ თქვენსო ჯერ არ მეუბნებია რომ ცნობენ და რაღაცა და დავიწყეთ ბიჭო თამაში გავიწყეთ თამაში და მიმაგ ეს ბურთი და კაცი ესენი არ ვეგარებია აბა ბიჭო და ეს იმა ისე უნდა წარტი ბიჭო წარტი კაცო კაცელები წარტი ბიჭო მივიდა როგორ წავარდო შეუჯახო რომ გუშინ არ უყურე კინოს აბა ბიჭო აუ და მოვიდა ის და აი ესე უთმობენ აბასაც კალამს და გონია რომ პელი არა და დიალოგ რაღაც სისულელი აი საკითხები გავუყვეთ მიდი შემდეგ ამოვარჩიოთ აი გიორგი ბერძენიშვილი გეკითხება კატერზე ზახარიჩმა კახელ პაპაზე ანეკდოტი რომ მოგიყო მართლა არ იცოდიო მაგარი ანეკდოტია პაპაიოქრო მე ვარ პაპაიოქრო ისე მე მომწონს ეგ ანეკდოტი პაპაიოქრო მე ან მაგარია ჟანრი რა მაგრა ყובה ჟანრი ვაფშე კაი არტისტია ძალიან რა აცალი ახლა ვერ არის ფორმაში როგორ არ ვიცოდი კაცო ჟუსი ბიჭო ამ ზურაგიამ ყველაფერი იცის უნდა უთხრა ბოთვერმული პაპატია ყველაფერი ეს იცის ახლა პაპაიოქრო ძალიან ძველი ანეკდოტია და ალბათ იცის მე ყოველ შემთხვევაში მე მინდა რომ ვიცო ხო ეტყვის იქა პაპაიოქრო კი არა კაცო გაფიში ბაყოს მოხსებო და მაგას მოაკვდა ბიჭო ყველაზე უბედური რა არის არ კლავენ ამას არსად და სულ გარბის და ეხლა რომ მივდიოდი იტალია ხო კაი იტალიაში ჩავედი და იტალიაზეც არის კითხვა ბიჭო ბოლო რა ვქნათ არ მოკლავთ სანამდე მე უთხარი მაგას მოკლავთ და იმიტომ კი არა მე რო ვთამაშობ საინტერესო არ იქნება მე უთხარი არ გინდა ტესტი იყოს ინტრიგა უნდა სულ დარჩეს მაგაზე არის კითხვა თუ არის ახალ სეზონშია რომ ფაქტია რომ ხარ სეზონში მაშინ ხო გითხარი ცივი წყალი და ცივი ზაღლი დაარქვეს რატომღაც შამათავას უთხარი ზოთარ ჩემი მეგობარია მე ვთამშობ რა ამ ფილმზე მოძრაობს რაღაც შეფია ხო ჯო ცხელი ზაღლი ახლა ეყოფა ცივს თუ დაარქვევთ რა შეიძლება რამე მე ისე იქ იტალიური პარტნიორები და იქ როგორ არის იცი ერთ-ერთ მაფიოსთან აქ რაღაც ლაპარაკი აი რაღაცა გამახსენე და ეს უნდა ჩამოვიდეს აქ აქაც გვაქვს მაგა გადაღება და
კოპოლა. ეს ეუბნება ზერაგიერო, იქ ხო ის არის იმაზეა, იმაზე, რა ქვია იმას. კოლ-ცენტრების იმაზე და ეს ეუბნება დიალოგი მიდის და ზერაგიე ეუბნება. ეს საბუთი. სხვის ხელში რომ ჩავარდეს, ტექსტი ასეთია, ხელებს დაგაჭრი. იმიტომ კი არ დავაგ. რა სტრაშნია ეს რა და ნორმალური კაცი გავსო და იმან ის და ბაგაჟია საკრა ნორმალური რო და ტექსტი აქ ესეთი. ეხლა მსახიობი ვარ და სხვადასხვანაირად შეიძლება არის შეიძლება დაგაჭრი ხელებს ასე შეიძლება ასიქვე ტექსტია და დაგაჭრი ან მეორე დაგაჭრი. იმას იტალიური სხვათა შორის კარგად გამოდის განსაკუთრებით აი ბოლო ნაწილი. იმას ჩაგიგდეთ რომ ფეიფობთ იქ გადაღე კი. თამუნას უნდა და გააქცის. რა. როცა გვავი იტალიაში როცა გვავი რესტორანში. კადრები ნანახი მაქვს და გვექნება. ხო და ხო იქ იმაში გადაღება ხამის გადაღებები რამე დაათვალე რა დავათვალიერებდი რამე გადაღება სულ გადაღებები იყო ხო და დღისით მეძინა და ეხლა გასტროლებზე ხო მიდიხარ კიდე და იქ დაათვალიერებ ხო და ამიტომ რა მაგასამართლებლად იცი რო არ ვნახე რომ იმეთქი მაინც და მაინც არ გავგიჟდი მეთქი რომზე ხო აუ რას ლაპარაკობ არა დიმა ერთი რამე უნდა გითხრა სერიოზულად მაგ თემასთან როგორი ქალაქია იცი აი ახლა ეს პარიზს ვერ შევადარებ არა მე არიზი არის ბიჭო კითხო მეც მაგას ვფიქრობ კიდე არიზი დილით რო გავიღვიძებდი ახლა როგორი სიტუაცია ცხოვრება გიხარია აქ ყველაფერი ახლა მუზეუმია რა მთელი ქალაქი ეს რომ ყველა ხო ტუალეტის კარები მუზეუმია რა ყველაფერი და სულ როგორია იცი აი მოჟამული სიტუაციები აქ კოლიზიუმიო ზავადი და მაგარი ეგ და ცოტა ეგ ისეთი ბიჭო კოლიზიუმში კი მივედი და რა ნანგრევები დგას და რომ მოუყე ვაკაცი მომნები შეჯება აბა რა გინდოდა აი გლადიატორები ბრძოლას მოა გაჩვენებდნენ ნუ მაგას აცოცხლები ხოლმე მოდი ზოგი ისეთი სიტყვა რო ძალიან გავს და მე ერთ-ერთ ჩემ ნაცნობს ვეძახდი კაცო მოიხედი აქეთ კაცო არ უნდა თქვა იტალიაში ბიჭო აი მე დადიმა რომ წავალთ იტალიაში ბექა ლეჟავა უჩა სად დაიკარგე რო აღარ ჩანხარ გერმანე მოკითხა შემოგითვალაო გერმანე ვინა ხო არ ხადავს არ ვიცი არა ვიცო ბექა ლეჟავა პერსონაჟი გერმანე პერსონაჟებია ვინმე გერმანე ვინ არის ალბათ არ ვიცი აი ეს არ უნდა წამეკითხა ზურა ჩორგოლიანი წეს ლეჩხუმელია თუ არაო სოხუმელი წარმოშობით კი მაგრამ სოხუმელი ვარ წარმოშობით კი ოყურეში არსებობს სოფელი თქო გადაეცი აუ მაგარი სოფელია ეს რა უთხარი მაგარი მე გაი მიყურებს წარმოშობით ვარ ოყურეშიდან წარმოშობით ოღონდ მე არ ყოფილი რა ღვინო აქვთ ოყურეში აი ეს ღვინოა რა ის რა ქვია იმას ფანჭყარა და უსახელაური შედევრი გვარდიოლას ბარსელონა მოდის გივიკო მერკვილაძე ჰასან ცეცხლაძეს რა უქენი თქო რა უქენი კი უთქვა რაც უკრა ჰასან ცეცხლაძეს მე იმის მერე არ შევხედრივ მაგრამ სადაც დავიჭე ისე როგორ მოუხდა რა გივი ჩუგუაშვილიც ისე რა გაგო გივი კაი არტისტი ბიჭო რა არის იცი ისე არ არის ზერაგია აბსოლუტურად ზერაგია არავისთან არ არის მართალი ეს თავის თავაკაცია მარტო მაგრამ იმ შესაძლოა ცეცხლაძეს და დიშვილი მოუკლას ბიშვილი მოუკლა ეს მოუკლა დაბრიდა მე არ ვამტყუნე პატვიცემულ ხასიათს ეს კითხვა არ ვიცი ამდენად გამოგვივა პასუხი დავით ხარშილავაო ახანო ეხა მე და ნოდარი სპორტთან ასოცირდებით 11 კაცი შეადგინოს მისი პარტნიორი სახიობებისგან ლეგიონერი გრონიჩევის გარდაო ცხელი-ძაღლის პერსონაჟი აკა გრონიჩევი კაი ტიპი კარგად თამაშობდა მაგროს ლეგიონერების გარდაო იყო გრონიჩევი ტრენერად და აკაუტიატრისის არის კი კაცო გრიბოიდე და რა კაი კაცია იცი თო ის რა გრონიჩევი რა არა სულად კი არის მე მგონი სიმბოლური იქაური ტიპები კარგიო ხო 11-იო ბიჭო რა კარში ვინ ჩადგებოდა როგორ გამოუყო ხო წეღანაც გითხარით რაღაცა ამ რეჟის ამ ზაზაც ხონებულ რუშაძეს რა აი ხალხის ცნობა შეეძლო მაგრამ დესნიშნავს ზაზაზე ავისი ხა ყველა თავის ადგილზეა ის კი არა იმ თურქს რო თამაშობს ის ნიშან ძალიან კარგია ხო ხელებით ყველაფერ მანერულობა შეშტიკულაცია მაგარია ყველა მაგარია და როგორ გამოუყო ვიღაცა აი ქათამაძეს ცენტრალურ ცველად დავაყენებ ქათამაძე ჩემი მეზობელია ხო აი ბიჭია იჯერი კაცია ეს ზუდა იმ სკელტრაგას გადაეცი რომ იმ სკელტრაგას გადაეციო ნუზე ვიცანითო და რო გამოვიდა ასები გახსოვთ ხო ბევრი აბაბა ბევრი არა გას აი ხა ისი არა როგორც ფანებს აქ ხო არა ესენი მე ვიყავი თურქეთში თურქეთში დედისულს პიცავარ ნუ რაღაცა პრობლემები მქონდა და მაგარი კლინიკა ეს აჯიბადენის კლინიკა აი ეს მიდის სართულები
ზივართ მე და ჩემი ბიჭი შილი და ველოდებით რა პასოს რაღაცა მურტავს და და გავიხედე ბიჭო ზევიდან ვიღაცა მიყვირის. ზერაგია თქვენა ხართ კაცო ქართველები. ზერაგი. აბა შევხედე ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი და ნუ კაი მე უთხარი ახლა ახوار დაუწყედი მე ვარ და აბა ჩამოირბინა ბიჭო. ჩამოირბინა და მაგას ჩამოყვა კიდე მეორე ისაო კაცო მე და ჩემი ძმა ვართო და მამაც ჩემო ოპერაცია გაიკეთაო და პალატაშიო და გამოვედიო გარეთო და ამას უყურებდა რა ამ იმას. გადავიხედო და აგერარზე და მეთქი გავაფრინე ამ ნიადაგზეო. ჩემს უყურებდა ბიჭო ზერაგი აგერის მოიცა შენ ახლა გაგიჟი. ო არ ტაკში ცაცობში ამდენჯერ ჩაუტავს ტაკში ჩარტო მუსიკა და აი გენრი დოლიძე გეკითხება თუ ქონდა საოცნებო როლი რომელიც აჯერ არ უთამაშია. ეხლა ტრაბახში არ ჩამომართვათ, მაგრამ რაც რამე ისეთი როლები არის, ყველაფერი და მეფელერი ვითამაშე ბოლოს ისე გავნაგდი და დონ კიხოტი მანამდე ვითამაშე გიგანტ ადგაცონა. კი. დონ კიხოტი მუსკომედიაში დამიძახა ჯერ აქ მოდიო. მე უთხარი მე მომღერალი არა ვარ მეთქი. აი ის მინდა გაგრას მომღერალი რო არ ხარო. მაგრამ არტისტი რო ხარო. ნუ ეხლა იქ და იქ გაგიჟნე რომ მივედი მუსკომედიაში, ვინა მოიყვანეთ ჩვენ აქ მომღერლები. სენის სიხვიდა რომ მოდიოდით მე ხო მახსოვს. გახსოვს შენ არა? რთული იყო თან? დონ კიხოტი რთულესი როლია. ხო, ეს თვითონ არა, მეფელერივით რთული არაფერი არა. მაგაზე სანჩო პანსა. მაგაზე სტურვამ რა თქვა, ხო იცი? მაგაზე სტურვამ რა თქვა, მან რა ქვია, ამ ლირზე, მეფელირზე. მეფელირი წლის საუკეთესო ისიც იყო, მაგრამ ეს წლის საუკეთესო ერთი 7 ჯერ მაქვს აღებული და მაგას არ ვითვლი, მაგას დავიდა. ისა რა ქვია, სტურვამ თქვა ამ მეფელირი. მეფელირი ძალიან რთული სათამაშოა. იმიტომ კი არა რთული, რატომ იცი თო? ახალგაზრდა კაცი მაგას ვერ ითამაშებსო, იმიტომ რომ გამოცდილება უნდა და რაღაცა და რო შებერდება კაცი, იმას დრაკი არ აქვს. ენერგია უნდა. ას ლაპარაკობი. მარტო აი ზალა კი არა, ყველაფერი ფიზიკური ზალა, აი ზალა ტექსტები ყველაფერი უნდა, აბა. ხო და რის თქმა მინდა ბიჭო, აი ეს ნათამაშები მაგრამ ეს ერაგია მაინც და მაინც. იმაზე არა, იცი რა, მოდი ერთი რაღაცა ვთქვათ რა, ეხლა ეს ზერაგიას თემა, როლი ხო მაგარი ნათამაშებია, რა თქმა უნდა და ძალიან დიდი ხანი ხო და იმდა ცოცხალია ეგ პერსონაჟი. кайფობდა მაგ პერსონაჟით, ანუ კაი კაცო, ელოდებოდა რომ რა პროჭოფას გააკეთებდა რა. ის კაბინეტიც ჩაბნელებული და კადრები გაგებაგეთებენ მაგრამ ბაბაბამ და უშო ასეთი რა. მოხდება კიდე კითხვა მაგას გენრი დოლიძის რომელ ჰოლივუდურ ფილმში ითამაშებდა და ვის როლს? როგორა ოდიში? ბიჭო, კაც არ ესმის კითხვა, შიქ ხო არა ოდიში? დაუძაბე. ეხლა როგორც ზერაგიოზის ისეა ზუსტად და მაგულერია. კაია, კარგად მიყავთ, ხოშია. არა, გავიგე, მაგრამ ნუ ეხლა რაღაცა დილობა, IQ. აი შენ ამას გადაცემას უყურები არ მახსოვს რაღაცა და ამა რაღაცები გაყოლა. კარგი რა ბიჭო, მოკეში. მე ეხლა თოშვილი ყავს უკვე თორე ამას მე ურახუნებდი, აზიანა. ე გატორმუნზებს რა. კი, რომ აიტორ დალუჯებურს არ შემედიხარ. ხო გონია რომ გადატოვ და დაკმორჩხნეს შეჩემა. მაკეტკი მიყავს რა. რომელ ჰოლივუდის ფილმში ითამაშებდა და ვის როლსო? ეს ხო არის ბავშვური ოცნებები. არა მგონია, ჩვენ ხო არ ვბერდებით მაინც გონებაში რაღაცა ბავშვური როგორ აიგდე ხმა, ბიჭო. გამახსენდა ფრაზა. საოცნებო როლი ყოველთვისაა კაცს. სანამ ცოცხალი ხარ, მსახიობი მით უმეტეს, ხო იცი წითელ იმას რო აუფრიალებენ ხარს. და ჰემნე მინდა რო იტყვის. აი მაინც აი ჰოლივუდში. კინოფილმს ჰოლივუდში. ეხლა თანამედროვე ჰოლივუდი რაღაცა. აი ზუსტად შევსახოს. მე გუშინცი კი რამოდენიმე თვის წინ იყო, გამოვიდა პროდიუსერი, მულტიმილიარდერი ვიღაცა კაცი, რომელსაც აქვს და დასპონსორებული, ხან შესული კაცი იყო დასპონსორებული ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა, ისა რა ქვია, სპარტაკი ამათ და დიდი და ის ყვებოდა. მეო დღესო და ფილმს არ დავასპონსორებო და მაგუც არ გადავიხდი რა. ნუ არ არის ეს ჩემი ისა ობობა ფილმი ჩემთვის არ არისო. არა და ხალხი ბავშვები. ჯივით არის ხალხი. ამის არ იყოს ახლა მე არ ვიცი ხა რა ვთქვა რას ვითამაშებ. დაუშვათ ვითამაშებდი რამე კლასიკაში. ისევ ამ მეფელის აი რიჩარდი მიუხედავად ამ ჩათნახი ბოდიში ზერაგიასი. ეს რიჩარდი ჩემი როლი არ არის. ხო, მაგრამ ეგრე არის მე რაღაცა წარმოვიდგინე. აი შენ მოგიხდებოდა დიმას როცა რომ მოდის ცხა. გიჟია გაიყვანე ცოტა ხანი ჰაერზე რა. ეს რთულია ძალიან ასეთი ის რა ვიცი აბა. შენ ლირს ვითამაშებდი ფილმში. ფილმში ხარ. ой, ენტონი ჰოპკინსი თამაშობ ფილმში იმას მეფელირის, მაგრამ აი რას მივადექით ბიჭო. მეფელირის ისტორია ხო ვიცით, ქალიშვილები რო ღალატებენ და აი და ხვიდა რა.
იქ რა ფილმში იცი მაჩვენეს როცა გამზადებდით ამ როლს მაჩვენა აი ესე და ეს ენტონი ჰოპკინსი ერთ-ერთ ქალიშვილს რაღაცას ებაზრება ის რატომ მქენი ეს ამირა მე მოკიდებს და უზასავებს ბიჭო შვილს მაგრა უყურებდი მაგრა თამაშობს მაგრამ რო დავინახე მეთქი ამის დიდედაც აღმინდა არაფერი და გააგდებს და უყურე რა არის ბიჭო მოტანილი ის კი არა რომ მოეწონა და რაღაცა იმდენად გამოქლიავდა და იმდენად გამოშტერდა რომ რაში გამოიყენოს ის სიბრაზე და იფიქრა რა დაიჭირა და სასაული რაღაცები თან ეს კრუპნად აჩვენებენ ანუ ხო ხდები რა როლია რა და აი ესე ეგ არის რა გენიოსობა სწორედ ხა მაგრამ ხო ეგეთი არ არის ეგ ტიპი დიმა შენ რა შეითამაშები შენთვის არის კითხვა ერთი შენთვის არის კითხვა დიმა ითამაშებდა რომელ ფეხბურთელს შეადარებდით ხასანაც ეცხლაძეს რა ასან ცეცხლაძე აი შეჭა როიკინი რომელ ფეხბურთელს შეადარებდით როიკინი შენ როიკინი რა შუაში არ კანტონა აი რატო ბიჭო არ ვიცი რა ერთია რა როგორ სიმეონე იტყო და კვერცხებია კახელზე ანეკდოტი ეს გავიარეთ დიმა მე მგონია რომ ტიტანიკში ხლაძე აკრესტებიანე ბიჭო დიმა იქნებოდა ტიტანიკში ფიცარი აი ძრომელი ჯეკი რო ეხვეწება ამ მომიყვანეო და რა ჩადით იქნებოდა და გუზა შეჩემისა დენა ჩადით მალე რა ეს თუ ახსოვს რა უპასუხა ჯინორიას მოსკოვში რომელიც ეხვეწებოდა მომკალიო ბოდიში ჩვენ მე მგონი მაღადავებ და გადაცემა არ არის ასე შეიძლება არა ჩვენ სუეცე ვარ კაცო რა გადის ეს ყველაფერი სად გადის ეს დამონტაჟდება კარგად გემრიელად გავა ამა მე მგონი არ დამონტაჟდება არა ეს ისე ბიძის არა ეს არის ეს თავისუფალი ჟანრი ამან მოიფიქრა სახელი ლაილა შექსპირი თუ ახსოვს რა უპასუხა გურამ ჯინორიას მოსკოვში რომელიც ეხვეწებოდა მომკალიო გურამ ჯინორია გაკიდიო ეს არ მოკლავ შენ ვატო ბაქრაძე ხო და მე ის როგორ ეუნება მე ზაგლებს მიყიდიო მე რო დაგიჭირე ხო ზაგლებს მიყიდე მე ზაგლებს ცოტა ფეხბურთისკენ გადმოვიდა კითხვები და მაინც ვიტყვი რომელი კლუბის გულშემატკივარია და ბიჭო შენ ახლა შენ გამო ზონაზე როგორ დავუვიდო მიდი რომელი კლუბის გულშემატკივარია და მისი საყვარელი ფეხბურთელი ვინ არისო რეალი და კლუბი რეალი და ის პორტუგალიელი რონალდო მესის მიჩვენე მესელი კი რონალდო ბრაზილიელი არა ის ბიჭო მაგის თამაში ბევრი არ მინახია მე აი მაგარი იყო ის მაგრამ ამას ბალეში არა რატო იცი რომ ადარებენ ხოლმე მესი ახლა გენიოსია მაგრამ ბარე რაღაცა ამის არა ეს სხვა ანუ კრისტიანო რონალდო და რეალი ეხ შენ მე ადურის რაღაცინებს ადურის აი ადურისის ნაირი ადურისი ეხლა ბილბაო არის ადურისი ინატრები მანჩესტერში არის ადურისის ნაირი დამაგვირგვინებელი ფეხბურთელი რას გადაო სადახარ ხასან ცეცხლაძე რითი გავს და პირიქით რა თვისება არ მოსწონსო გამიაბიჯინე რა ხასან ცეცხლაძე მე რა ვიცი ეგრეა და ჰა შენ ხომ გითხრე აი არ მინეს ხასან ცეცხლაძე დიმა შენ ხომ გითხრე აპია ზერაგიატო მიხასაწეს ეს რა ხდება მეგობრო ლუკა ეხლა მათო უცხოარი კადრში ვითომ არა ვარო ლუდეფინესი რო არის ხო იცი თვითმფრინავი და ტრიადის და ესე ვიждდეთო რატო და ვითომ ვერ ხედავთ ეხლა გამახსენდა დიმა ვისი თამაშობდა ძველ ცხელძარს ეხლა უცე მომენტი გაჩერდეს ის რა ლუკა ეხლა ეს აღარ იწერებოდა თუ ხო და იმენა საგიჟეთია ჩეულებრივი ფსიქოსი ვიცი ვინ გამახსენდა ბატონო გზა ბუკა ეს აუ დიმა იცი ეს ჩემი შვილია თვათაშორის რა მე მეუნება აი ჩემი შვილია ეს ეს გადაობ თუ მართლა არა მართლა რა აუ დიმას ბავშვობის ფოტო ერთი საღადაო რა არის ხელაულ ვაშები არა ნუ მეთქე ერთხელ მე არ ვიყავ წასულიყო ჩემ მოგრებ გასცემაში და დაგლიჭა და ის შვილია მუშაობენ რა პროდუქცია გააკეთეს ძალიან კარგი კომედიურ ჟანრზე რას ფიქრობ სახიობებზე მართლა აი ლუდეფინესი ვახსენე წეგან რა კომედიური ჟანრი ძალიან მიყვარს და ძალიანაც მომწონს ალბათ ერთ-ერთი ურთულესი არის მაინც მე მგონია რა აი ახლა მაგაზე არის ხოლმე რაღაც კამათი ზოგმა თქვა რომ კომედიური რთული თორე იცი რა არის დამაჯერებლობა ყველგან რთულია გინდა დრამატულში და გინდა კომედიური როლი როგორ არის კომედია შენ თვითონ ვერ ითამაშებ კომედიური უფრო ადვილი თუ ატირო გეტყვი კომედიური როგორ არის იცი კომედიური სიტუაცია უნდა ჩამოვარდეს და კომედიურ სიტუაციაში ჩამოვარდნი შეიძლება ბიჭო ამით არის საინტერესო დრამატიული კაცის უნდა ჩავარდე აი მე გეტყვი ერთ რამეს ვიღაცა მაცივარში იჯდა კი ვიღაცა აჭა ვიღაც უდათ არის
ითამაშა იმ ბიჭმა, იმის შვილმა, რეზო ჩხეიძის ბიჭმა. და ნაწყვეტები თავიდან რომ დაიწყეს, ნაწყვეტები აჩვენეს რეზოს. და მე აიღო იმ გუგული მეთქი რომ გეუბნები ის. კარგად. მოდი და შენი ის გადავიღოთ. გადაიღეს ეჭვიანობის სცენა, ესო ცოლს ეჭვიანობა. აუ, ძალიან მაგარი. და რეზოს აჩვენეს ეს. და გუგულის ეუბნება. რეზო რატო იყო ნათელში იყოს იმისური მაგარი კაცი? გუგულიო. ესო თავის შულზე ამბობს. ეს მაგის როლი აი ეს გადაიღებ, ჩემზე უთხრა. ამისთან ტიპს ცოლი რო ეჭვიანობს, ეს არ არის საინტერესო. ასეთი სერიოზული კაცი რო იეჭვიანებს ცოლზე და გიჟურ სიტუაცია, სასაცილო სიტუაციაში რო ეს არის სასაცილო. ტიპი რო ჩემი კარგი დავა და არა ის რო ჩემი ცოლი არა. ხარისხი ყველა ჟანრში არის იდეალური სიტუაცია უნდა იმას სიტუაციაში უნდა ჩააყენო კაცი. ყველა როლი არის რთული. აი ეს მაგალითად მე უცბად ვამბობ სრულიად მაგარი კომიკოსი არის რა. ოღონდ არ ვითარებს ამას. მაგალითად გადაიღეთქო შენ გაქვს რეჟისორული. შენ რატო დავანები ამ არტისტობას თავი? აი კინოებზე და რაღაცებზე. კინოებზე აქ ამ სერიალში არის თქვენთან ერთად. ახალ სეზონში ვარ მეც. ვარ რა? რას თამაშობ? თქვაო, ჯერ ვარ თქვაო. მე გეტყოდი, მაგრამ უხერხული. აი ეს ისეთი გარყვნილია ბატონ ნუგზა, რა ვიცი. ეხლა შენი დასტი ხოფმანი რო შეუვარდება პროდიუსერს იმ ტუცში. მე ჩემზე მაგრამ ბოსნეუს და ხილს არავინ არ თამაშობს. შენ იცი ვისი თამაშობდი? ეხლა აი ეს მომენტ ბატონ ნუგზას ბიუგი და ბიჭო. რაღაც მომენტ არა, ძველცხელ ძაღლში ეს უბანია კალდუნ, აი ცხონებული რაღაც. აი ზუსტად წარბები თქუთქოდა. ეს უბანია. არ მოხდეთ თუ დაგი შენ ნაკლები წარბები. და იმას რა თქმა უნდა ვერისუბლის მელოდიაში ხო და მიკელავს ეგ კაცი თამაშობს. აი იქნება და დამიყალებია, ე ჩამომეკიდია და ზოგადად. აი გამიკლავს, გამიტყავებია. მაგარია. აი კაცი. ხო და გამიკვირდა წეღარა სიმღერავე ვარ და მიუზიკლი ამ ხელა ისი თამაშეთ დონ კიხოტე და სიმღერა კიდე დღეს კადრი ვნახე ძველი საახალწლო. აუ ეგ აი ხარ ფესვების ნუგზარი. ხო აი მაშინ იყო ფესტივალის იმ წლებში. ეგ წლებია. ხო ნუ ახალ სეზონი თუ იქნება ამაზე საუბრობთ მიყვება ჩვენ საუბარს ეს თემა. აი მიმღერეში იყო აი გადაცემა. კი, ხო და მაგიტომ ეხლა რა თანდაბლობის ამბავი. ადვილად დათანხმდით? ბიჭო, რო ადვილად არ ველოდებოდი ხა, მე ხო მომღერალი არ ვარ. ნუ ეხლა მსახიობი მე ასე თუ ისე ხო მღერის ყველა. არის მღერის თემა. მოდი შე რო აბარეს სასახიობოზე სიმღერა ხო რაღაცა ხო არის ამბავი. როგორ არის? შენ როგორ მოხდი მაშინ? ვიმღეროდი მე თქვა მოყარის დონეზე ახალწლოვანი ყველა მღერის ნუ ყველა მღერის რა ეხა შენ რო ჩემი აზრი გაიგო მომღერლებზე აგრეს დამიზახ. ხო რატო გაწევენ მე რა აზრი მაქვს. არა იმისთან მომღერლებზე გეტყვი რომ არ გადავკიდო ვიღაცები და არ გვინდა არა გადაკიდო და ჯორი არ დააბან კამრით კაცო მე რასაც ვუყურებ ეს ვერდაში შემთვის სიმღერა არის ეხლა მე კიდე რა ვიცი რა იცი იმათ რა დაინტერესა მე ანონსები იყო ამღერებული უჩაზერაგია ხალხს დააინტერესეს ესეც არის იქ ამ მიმღერეში რა მომღერლებს და იმებს კი არა შეიძლება შიკი მაგრამ იმათ აინტერესებს აი ვინ პიროვნება შენ აინტერესებს ეს დააინტერესებს მე რაღაცა ამიტომ მე ცოტა მე არა ვარ მომღერალი და არ ვარ მე ის კაცი რომ მაგრამ არ მომეშ მე ლაივში მაქვს ნამღერი სამწუხაროდ და ფილარმონია ფეხზე იდგა ხო და ამიტომ ტახტი კაი გადაცემა ეგ მე მიყვარს მომწონდა ადრეც უყურებდი მაგ გადაცემას ისე ბატონ ნუგზა რამე ისეთი ექსტრემალური სიტუაცია არ ყოფილა ეხა ბათუმში იღებდით ცხელძაღს თეატრში გადარბენები ყველა სპექტაკლში თავარი როლი. აი როგორი ყოფილა მომენტი რომ სპექტაკლი გითამაშია წავედი ეგრევე. როგორ არა კაცო ხშირად. ეგ ხშირად ეხლა ძალიან შორს არა, მაგრამ ბათუმში დავდიოდი. ბათუმში გადაღება ქონდა სულ 2 კვირა მეტი არა. არა ისიც ამომივიდა კლასში. ბიჭო, როცა მუშაობა მოგდის თორე რო ისვენებ და პლაჟზე ხარ კი. აი ხა მეუბნებიან როგორ მოგეწონა რომი ბიჭო. რა მომეწონა ღამის გადაღებები მქონდა შეძა და მოვიდოდი დავიზინებდი ხა. სად უნდა ვიარო. იქ უნდა ყავდეს ვიღაც ადამიანი მანქანაში ჩაგისვოს და დაგალთვალიერებენოს ის რაც უნდა დაათვალიერო. ისე ქუჩებში იარო ხო. მე მაკითხა. აი სერიალი გასაგებია სერიალი მიყვება ეხლა ლეიტმოტივი ამ ჩვენ საუბარს ზოგადად მაგრამ სახიობების დამოკიდებულება ზოგადად გამიგია ხშირად რომ აი ვთქვათ სერიალებში რაღაცა ტელევიზიებში დასაქმება ხელფასი პული ამბავი თქვენ დამოკიდებულება როგორია სერიალების მიმართ ზოგადად ბიჭო როგორ არის იცი ფულის ამბავი ახლა ყველგან ცოტაა და ახლა შენ მაგალითად ეხლა ამ ბოლო დროს რომ მეტყვიან აიცი ბატონო ეს გვაქვს ფული მაშინ ნუ მირეკავთ მეუთავი კაცო თუ არა გაქვს ფული შენ კი გაქვს ფული რომ მოტეხოთ ჯიბეჯაი და სახიობისთვის არ გაქვს ეს რა არის ხო და აქ თავხდები ფულზე არ არის აქ მარტო საქმე იმ პატივი უნდა ქცეს იმam ბიჭო რაღაცაში
მე უფასოდაც შემილია, მივიდე თავისუფლად. აი, იმ სხვანაირად არ გამიგო. როგორ თქვენთან ისე სულ დავდივარ, დაუშვას სულ დავდივარ, მაგრამ რო ვიცი რომ დაფინანსება გაქვს, კაი დალოცვილი შვილო და მალუტი გაქვს და შენ მე მეუბნები რომ აი მეტი არ გვაქვს და დღეში მოგცემთ რა 800 ლარ და რაღაცა არ მინდა ბიჭო, აი ფიცხალობით ისე არ მიჭერს ახლა რომ აი ბევრი მსახიობი ტელევიზიებიდან სულ ერთია მოგონ გადაიღო. ხო, აი ეთერები წამყვანებს არიან. არა, ეს კაია ტელევიზია ხო? კაია, მაგას ვამბობ. ტელევიზია არის ამ ამბავში პოპულარობისთვის არის ყველაზე მაგარი. შეჭამა ყველაფერი. კინოც შეჭამა. თეატრი ხო შეჭამა და ნუ ამბობენ არა თეატრი მაინც ნუ არა ცნობადობის და იმის სახე ხო გეუბნები ბიჭო ესეთი როლები მაგ დათამაშე რომ მოვიხედავ თეატრში ხანდახან მეშინი ეს მე ვითამაშე მეთქი მაგრამ სანამ ეს ფესვები და ეს ერაღია დაწყევლილი და ეს არ ვითამაშე რატო იცი თეატრს ცოტა მაყურებელი ყავს სერგოს მე ხა ჩამითვალოთ ახლა სერგოს ვედრები და რაღაც აღმერთვა დამიფარო სერგომ თქვა ზაქარიაძემ ერთხელ რომ მე ჯარისკაცის мама რომ არ მეთამაშა ასე მასები ვერ გამიცნობდენო აი არა და რა როლები აქვს თამაშები მაგიდე არა ეგრე ხო და აი ანდამატია აქვს კინოს აი დღეს რა ეპოქაა რა აი ვიღაც ადგება არ მინდა ხა ვიღაც შევაწყობა და არის არ ვაყენებ შევაწყობას აი რაღაც დააჭერს ამ ვიდეოს და იწერ ტელეფონს რაღაცა სიტყვის და დადევს და ის შეიძლება ისე გავარდეს რომ ის ექსონმები აშენ ანის ანეს აი მიდის ვიწინით მე რა რაღაც ისეთი ეპოქა არის შეიძლება აზრიც კითხონ ისეთ რაღაცას მაგრამ პროფესიონალიზმი რომელიც შენ გააქვს ადამიანს ხო ის ხო არ კარგია ტელევიზიამ ცოტა რაში გაატრაკა მაპატიეთ იცი რომ აი მომღერლებზე მივადგია ამ საკითხს ნუ აი რა ხარ გამოიო არა მინდა ეხლა რა ხანდახან გამოდის ტიპი ვიღაცა მღერის ჩემთვის რა არის აუცილებელი გულის სიმები თუ რაღაცა არ ვიგზენი ხარიელი ხმა არ ხვდება მე ვაგებ კომპიუტერით რო ასწორებენ აი ხა მაგალითად მე არა ეგ ხო ვაფშე მე ხომ მე მეუბნებოდი რომ მოდი იმღერ ბერჯერა მაქვს ნაუღერი რა ხო იმღერე და რა არა ცოცხალ ეხლა უნდა ჩაურთო მაინტერესებს რა სიტყვის სპაჩოსთან ძალიან ცუდ რაღაცა სიშის ბუნებრივია ცუდიც რო იყოს ხო ამიტომ არა როგორ არ უნდა თქვა ცუდი რო არის მოიცა რა გვერდში მიზიხარ და ჯამარტყავ აი მე აი ეხლა მე პანჩო იწყებს რა თქმა უნდა შენიდან დააწყებია პანჩო შესაძლებლობა აი ეს ვერა მიყვა ეს ოღონდ ლაივში მაქვს ნამდვილად გეფიცები ეხლა დაიწყება აი არ არის მაგრამ მე მომწონს ხო იქ ნაგლი როა ნაიтобოთე დავიწყებდი აი მაინტერესებს ოღონდ ჩესნა გეხო დამაცადე და გეტყვი მე ამაზე ჩემი გაგება მაქვს და იმით აი ნუ სამსიგზე უმღერ ტირილი ადიდე და ეხა ჩენოდა აი ეხლა აი გული ეს თმარი თითები არ გეგონოთ ახლა დაგვადურმა გავაჩერე აი ეს არის პასუხი მაგ წინას მიდი მე დედისულს ვიცავარ შენი მირჩევნია და რატომ გეტყვი ის რაღაცა მარიაჟობა მე არ მიყვარს ეს მარიაჟობა მაგრამ რატო გეტყვი ვიღაცა სეფაშულზე გიждდება რა დამიშავა იმ ბიჭმა მაგრამ გახკივის და გამოხკივის მოგერა რა და ჯიგრით ვიღერე გული ხო ლაივში ბიჭო აბა რას გეუბნები ჩემთვის თავარია ვინ არის რომ ღერის და იმას მე ყველაფერს პატიობ განსაკუთრებით ცოტა გულში ჩამწდომა თუ იმ დიმა ახალი პანჩოს ვიცი მე ეს ბიჭი რა ეს მანერა რაღაცა რა ვქნა თავისი სიტყვა ნათქვამი აქვს მაგრამ დიმა პოპულარულია ჟანრი რო შემოვიღოთ აი საფეხბურთო რეპორტაჟი ოღონდ მელოდიური სიმღერით აი ჩაწოდება აი რაღაცა აი მე მგონია რომ პატრონალური გადავხედე თავას შეგიძლია როგორ ხედოს თუ კარგია სადა ავლიბა ხო დაიბრიდა მე იქნება ხო ის ცნობილი ფოტოა ხო იცი რომელი კოლაჟი მონტაჟი გააკეთეს ავლიბ ზურაბიშვილის ზევიდაროძე
თბილისს რო დაყურეს და გვიხსენე ბატონო ავლი. ой, იმიტომ რომ საგიჟეთ ეხა ეპოქა ეგეთი რა. სისწრაფე, სიჩქარე, დეთმეტის დაუნდობლობა, აგირება, ესა ეგეთი ეპოქა და ამიტომ ჩვენ ვცდილობთ რომ აი აქ პატარა ესეთი ბუდე ქონდეს. კი და კარგი ბუდე ვიყოთ, აწყობილები რა გინდა? შენ უთხარი ერთი რა ძალიან ხოთ გამოგიწერეთ მეგობრებო. მე ისედაც ძალიან ყვაყოფილი ვარ. იმიტომ რომ ბევრი ადამიანი გვიყურებს, ბევრი ადამიანი გვიგულებს, როგორ არის? გვილაიქებს შილაიქებს ვიტონეთ კიდე დაალაიქებს ყველა დიდი ბანდობა ვინც აქტიურობს ვინც აგერ კითხვები გამოგვიგზავნა და აი მართლა შოკში ვარ დედოსპიცა ვარ ესე ზედმიწევი ზუსტად როგორ ახსოვს ყველა როგორც თქვენ თქვით რა სამი დღე უნდა გაგრძელდეს ეხა ის ვიტელებივით სერიალი გაიჩნდა რა უყდავი რა სამი კითხვა დაწყოთ ისა თამაში აი ეხა ეს რაღაც ამოხჩობანას ეძახის მომწოს კი არაფერი ფრაზა გვექნება გამოსაცნობი ასოები უნდა გავაკეთო რა 91 კითხვაა გამოგზავნე იჟის ხოდი ზოგი მეორე ჩემი სურათი გვერი სურათი ჩვენი აბა გუში დაბადების ეს მე ვა გილოცავ 6 ოქტომბერს იყო ჩემი დაბადების და რა ისა კი კაცო რა დაიღო ნახა 76 დო ვაფშე არ გეტყო ბიჭო მე ოიშვილი ვიყო დაატყილია ჩვენ არ მე დაპარაკოვით გარეთ არსენი მოწები არ მინახია მეთქი 79 68 იქნება თქო რა 76 და ეხა მოდი აი ეს გლიჯოთ აბა თუ ფრაზა არის ერთ-ერთი ცხელი ძაღლიდან რა ცნობილი პერსონაჟის ფრაზა ნუ და ფეხები გააჭრე გიტუალეტში გინდა თუ რა არა არ მედრიშება აუ რამხელაა ბიჭო ეს უნდა თქვენ შეგიძლიათ ასობგერებით აი უბრალოდ ასოები უნდა გავარტყათ დავაი რა მედი დავიწყოთ აბა რა გავაკეთო მითხარი აი ნებისმიერი ასო ნებისმიერი ასო ცნობილი გამონათქვამი არის ცნობილი გამონათქვამი კი ბატონო ცხელი ძაღლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე რო არ იქნეს რა რო არ იქნეს ჩამოვახშობთ მე ჩამოვიხსნა არა ხატავს რაღაცას აქ ნოდა რაღაცა უნდა გთხოვ რა მოდი შენ დაწერე თავს რო აკეთებ ხო არა მე არა შენ დაწერე არა ესეც ნუ უკეთებ ჯოხი ჩამოუსვი არა არ მინდა მე სიტყვას არ მახსოვს სიტყვაზე კაი მოკლედ მიდი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ტრადიციული თამაში ჩამოხჭობანა რომელიც მაყურებელმა აიტაცა და ძალიან დავიწყოთ ბატონო ნუგზარ ცხელი ძაღლის ცნობილი პერსონაჟის აგერ ბატონო გეხმარებით ცნობილი ერთ-ერთი ფრაზა რა ფრაზა там ფრაზაც არა ფრაზა არა სიტყვა როგორ ის არის ხო ბიჭო ეხლა მე შენ საქმე ცეცხლაზეც არა მაგაზე ვიფიქრებ ასოები დავსვა და მივხვდები რა ვქნა ხატსან ცეცხლაზეს არის ხო და 100 თქვი ერთი ვთქვა რო გამოვიცნოთ კარგი ასა მიდი ხო მიდი რა სატრიალებდო რა გინდა არ გამოგჩეს ახლა კიდე ნახე რამდენია ბიჭო აჰა 3 მოატრიალე 3 გეპიცებ სიტყვა არ მახსოვს მართლა მე მახსოვს მართლა მე ცნობილი ეგ 3 აიყო აბა კიდე ახლა აბა შემდეგი მომწერე რა იცი ახლა შენ მე ნუ თუ მიდი არ არის ბატონო ნუცა არ არის ჩამოუშვათ ჯოხი ჩამოუშვათ ასაკეთებ ბიჭო აბა რა ვქნა ესე უნდა გააკეთო ხო დუ არ არის არ არის და ნუ არის აბა შემდეგი ჟ ნო ჟ არ იცი რო არ არის არ არის ვიცი მაგალითი თუ მე ბიჭო მართლა არ მახსოვს თუ ჩვენი ერთად მოვიფიქრეთ მაგრამ დიმას ეთქობა არის ფიქრები სხვაგან არის ღვინოზე ფიქრობს ალბათ პარტის გამოხდაზე ხო ეხლა დავაი ორი არასწორი პასუხია მაგრამ შეიძლება იყოს ძალიან ცნობილი უცნობილესი უსაყვარლესი ბევრი დღემდე იყენებს ხოლმე ბიჭო ეხლა და მე მიაყოლებენ ხოლმე რა კიდო ვეხმარები პირველად ვეხმარები სტუმარს ბიჭო ეხლა აბა რომელი ასობგერა იქნება არა გამოცნობას ვუსვიდობ ასო უნდა გავარტყათ ხო ასო უ არის ხო არის ჩვენი მაყურებელი ეგრევე მიხვდებოდა თან მithumetes ცხელძაღლოლოგები და მოკლედ აი ძალიან ჩართული ცხელძაღლოლოგები მეოს ძალიან ჩართულია კიდე ბატონო კიდე ახლა გეტყვით ახლა არის კარგად მივდივარ სხვათა შორის შ მე მგონი ხვდებ შო გამოიცნო მაგრამ მე ვერ ვიხსენებ რა არის შ არის შიშინი
სუსტი სიოშიშინითა, სისინითა ის. ახლა შენ არ თქვა დიმა ახლა. შენ არ თქვა რა. საშინელი არ მახსოვს ბიჭო. კი, როგორ არა ერთხელ თქვით ხო და ერთხელ თქვი და გამოვიცდა მე. შენ თუ გონია მე ვიცი ისე ვამბობ ძა. ეგრევე გაგახსენდება როგორც კი გამოვიცნობთ. ხო და მაგარი თქვი რა თქმა უნდა გახსენდება როგორც კი გამოვიცნობთ. და ზ. ნო. არ არის. არ არის, ჩამოუშვათ მეორე ფეხიც. ჩამოუში მაგ. სამი არასწორი პასუხი. ტუ. გ. მე მგონი გადის ფინალში. გ არის. მოატრიალე ერთი? კი, ერთი გ არის. გა? არ არის. ესე გა? გაი. გაიც. გაი და წივიშე. ტუ. ანჩო ვცდილობ რომ დავაბლიო. როგორ შეეშალა სიტყვის დაწერა? არო ჩერა. ამას რა უქენეს ეს დასვენებული როა? ჩაიფსიტო. შენ გედრიშებოდა, წეგან შენ გახვედი და მე მაბრალე. აბა რა შეიძლება იყოს ბატონო? შეიძლება р. არ არის р. და ბაწარი დაეშვა. წარი. ბაწარი დაეშვა. წარ. თოკი როგორც დაწნული ესეთი საგანი, რომელიც გამოიყენება ბოჭოლის დასაქმებად. л. არ არის լ. լ თქვა լ. л. ეს არის ჩამოხჭობილი. ბავშვობის თამაში 90-იანების შოკი რო არის. აი м. კი. м არის. აუ მიხდება ეხლა. მე ერთი მოა მარტო? მოიცადე? აჰა. მოატრიალე? ორი მოა. გამა? გაჩერდი ეხლა. გამა. ხდება. ვერა. გამა. მე გამოწებოტო ატრიალე. გამა. ეს ვინ მოიგონა ეს თამაში გაფცეთ? ჩემი თამაში. აი გიჟო, აი მოიგონებდა. როგორ შემოხერხე? რამ გაფიქრა ამდენი შვილო? არა, რა ცნობილი ფრაზაა. ბიჭო, არა მაგ ვერ ვიხსენე. ეს არის ცნობილი ფრაზა. კი, ცნობილი სერიალი. სახე. არა, დიმა ტიტანიკში რო იძირება. ვინ თქვა? რო იგზირება? არა, გატყუეს რა ტიტანიკის ხელი ძაღრიდან არის, თო ეს აფერისტია დო. ფერისტი ციყავით და ფოტის სპორტის გენერალიც. არ არის. იასონი არ არის? არ არის, ეხლა რა გაგიკვირა? აჰა, დიმა შენი თხოვნა შევასრულე და ისერიც გავაკეთე, ეგრევე კანი არა. დაწელება. მართლა არ შენ რატო არ მახსოვს, შენ ზობას ვიცავად თუ მახსოვს? კაცი იტყვის რა, აცადე. მე არ მახსოვს, სკლეროზ დამეწყო, ბიჭო. ერთხელ თქვი რაღაცა ფრაზა და ამან და არის 2 გამა? უმაშე. გამა? ცხელძაღლოლოგება ხო მიხდით? ესა ბიჭო 200 დაგჭა და გამა? მართლა არ მახსოვს. ბიჭო, ისევ გაგიქრეს ეგ წარბები, რო გაქვს კოტიკა. არ გახსოვს, შენ მოიფიქრე, ერთად მოვიფიქრეთ. всё, გამახსენე. ხო და არ თქვა შენ რა, გეხვეწები, მივიდეს ბატონი მუზა. ვერი ის ორივე მურტალია. კიდევ ერთი 100. აბა, ო? არ არის. საშინელი სიტყვა. ხო, მაგრამ შენ აღფრთოვანდიაბით, ძალიან ცნობილი ფრაზა. ეხა ხასიათში რო თქვა, ეგრევე მიხვდებით რა. შენ მე ბიჭო, ეხლა ნუ. აუ ხდები? არა და ისეთი ინტონაციით ამბობ რომ ხდები რა. მე ვამბობ და ჟე? კი, არა, თქვენი პერსონაჟი არ ამბობს. ეხლა ისე გაიმეორეთ თქო ისე. გამასუ. ბიჭო შენ მე გამასუნაჩე. ეგ არის, ეჭუ წამება. მაგარი იყო. გამასუმას ეცეო. მართლიდან იყო ძალიან ახლოს. იმიტომ რომ თული იყო ბიჭო და. რა არის მართლა დაუბედურება რა მოგიწევს. ეხლა და ფარმოვიტანო თქო. ეს ეხა უცებებლად გჭირდება, ეგ გვიან დავიწყე თო რამდენი გვექნებოდა ბიჭო. ხო, აბა, არ ზაეტეოდა ადგილი. ბატონ ნუგზარ, მოკლედ, აი ეს არის ჩვენი კომაგის ნიკორას დაფა, ისტორიული დაფა, სადაც საინტერესო ხალხს ვინც მოდის ხოლმე. ეხა ეს მაისური დაჭიმე წესიერად ნებები არ მომიწევს. და ავტოგრაფი რო დაგვიტოვოთ თქვენი ამ მაისურზე. აი ზევით. ეხლა დავჭიმავ, სადაც თქვენ აი ლელა გაჭიმე ნოდა. მიდი, აი ესე. გამასუმა შეჭერდა. მე ხო იცი რა მაგარი პოჩერგი მაქვს. დედაჩემს ხონებულს წეროს რო უწერდი? აშინერება. ვინმეს უღარ ნახე და დაწეროს. არა, ეგ ძალიან მაგარი ისტორია. დიმა საერთოდ წერტილს ოს ჯვარსაც ვერ სვავს. ბიჭო, მე ვფიქრობ, რომ ეს გაიპრინტოს იმაზე. დიდი მადლობა. მადლობა. და რა თქმა უნდა, ჩვენი მოკლედ. ერთგული კომაგის მე მგონი ძალიან კაი საუბარი გამოგვივიდა რა. მოკლედ არა გძლა დიმა. აი
ჩვენი კომაგის სიმბოლური საჩუქარი ყველა სტუმარს უჩუქნით ხოლმე. ძალიან ჩვენი ერთგული ხალხი ჯიგრები პაკოს კომაგი. დიდი მადლობა. აი ფეხბურთის ყურების დროს კარგად მიდის. დიდი მადლობა. მოგე, დიდი მადლობა. რა მე პირიქით. წარმატებები. იცოცხლეს გავიგეთ, ვიყურეთ და ავე, პარასკევში ხვდებით ერთმანეთს. ადიოს, ასტამანიანა.